ხშირად მიწევდა ხოლმე რაღაც ესეთი მწვავე განცხადებების გაკეთება, რომ ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ თია თუთბერიძემ გადაწყვიტა ტელეკომპანია იმედს უჩივლოს. თავისუფლების ინსტიტუტის წევრი იმედისგან სიმართლის დროში მისი სტუმრობის სრული ჩანაწერის გაშვებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ ეთერში გადაცემის დამახინჯებული ვერსია გავიდა. თუ ტელეკომპანია ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, თუთბერიძე სარჩელს უკვე სასამართლოში შეიტანს. იქ სადაც ნაგა კალტოზიშვილი რაღაც ესეთი ირონიული ფორმით თავის ჭკუით მეუბნება, რომ თქვენზე ილოცებს საკათალიკოს პატრიარქი, მას პასუხობ, რომ მე არ მჭირდება ილია მეორის ლოცვა, მე კაგებეშნიკი ერის სულიერი მოძღვარი მიმაჩნია, რომ არ უნდა ყავდეს და ის ვერ იქნება ჩემი სულიერი მოძღვარი, მესმის იმედის პრინციპში. იმიტომ რომ ისინი განცდიან ძალიან ბევრ ზეწოლას, ცალკე საპატრიარქოდან, ცალკე ხელისუფლებისგან. თუთბერიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიამ მხოლოდ ის მომენტები ამოჭრა, სადაც თავისუფლების ინსტიტუტის წევრი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ესაუბრებდა. მისივე განცხადებით, ვიდრე გადაცემაში მონაწილეობას დათანხმდებოდა, პროდიუსერებისაგან მიიღო თანხმობა მისთვის სასურველ ნებისმიერ თემაზე ესაუბრა. მათ არ ყავდათ მიწვეული ანრი ჯოხაძე ჩემი სახით გადაცემაში, ხო? მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მე სექსში თავისუფალი ვიყავი თუ არა, ამას ასაუბროთ არ მივიდოდი. მხოლოდ და ეს ძალიან კარგად გაიგეს მათ, როდესაც მე შევხვდი და ვესაუბრე, როდესაც დავს ვიკითხვა, მქონდა თუ არა უფლება და შესაძლებლობა უბრალოდ იმისა, რომ მესაუბრა იმ თემაზე, რაზეც მე ვთვლიდი საჭირო. როდესაც მე მივიღე თანხმობა, ამის შემდეგ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გადავწყვიტე და დავთანხმდი ამ გადაცემაში მონაწილეობას. გადაცემაში სასაუბრო თემებზე წინასწარი შეთანხმების არსებობას უარყოფს გადაცემის მთავარი პროდიუსერი. ნოე სულაბერიძე ამბობს, რომ გადაცემის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთერში გავიდა და ჩანაწერიდან მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები ამოჭრეს. თია თუთბერიძე არის ადამიანი, მგონი ვის პირველად საერთოდ არ არის ეთერში მოსული რა, მან კარგად იცის სატელევიზიო ფორმატი და მონტაჟი, ეს არის გადაცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. რჩება შთაბეჭდილება იმისა, რომ ეს არის თვით-პიარის ერთ-ერთი საშუალება. ვერ ხვდები იურიდიული ნორმების მიხედვით, რაზე უნდა შეიტანოს მან სარჩელი. იმედი გადაცემის ხელახლა გაშვებას არ აპირებს. თუთბერიძეს კი იმედი აქვს, რომ ამის გაკეთებას ტელეკომპანია სასამართლოს გზით აიძულებს. სიმართლის დროს არსებობის 5 თვიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გადაცემის სტუმრებს მის მიმართ პრეტენზიები უჩნდებათ. თია თუთბერიძემდე საკუთარი სიმართლის სასამართლოში დამტკიცების სურვილი ირინა სარიშვილმა და მარინა სალუკვაძემაც გამოთქვეს.